Model Look-ის შესარჩევი ტურები დაიწყო. კასტინგები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. პირველი რეგიონული კონკურსი ქალაქ რუსთავში გაიმართა. ჩვენ დავიწყეთ Elite Model Look-ის რეგიონული შესარჩევი ტურები და ჩავატარეთ ქვემო ქართლის შესარჩევი კონკურსი, სადაც შევარჩიეთ 20 გოგონა, რომელიც მიიღებს მონაწილეობას უკვე ფინალურ კასტინგზე. კასტინგი 24 ივნის ქალაქ გორში, 25-ში ქუთაისში, 26-ში ბათუმში, ხოლო 27 ივნის ზუგდიდში ჩატარდება. რუსთავში კინოთეატრ რუსთაველში შეკრებილი გოგონებიდან 20 საუკეთესო შეირჩა. მათ შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება 1 ივლის ფინალურ კასტინგზე დიდუბე პლაზაში მიეცემეთ. ვარ 14 წლის და მეორედ ვიღებ უკვე წელს მონაწილეობას. წინა წელს არ გამიმართლა, იმიტომ რომ ასაკით ვიყავი პატარა, მაგრამ როგორც ასეთი სამოდელო კარიერის გაგრძელებას არ ვაპირებ. ისინი ჯერ გამოუცდელები არიან, ვერც მანეკენის მიხვრა-მოხვრით გამოირჩევიან, თუმცა მათგან ელიტური მოდელის შექმნა სამოდელო სააგენტო IC Model Management-ის საკუთარ თავზე აიღებს და საერთაშორისო დონის მოდელს გამოძერწავს. ერთი წელი დავდიოდი იმიჯ ცენტრში, რუსთავში. საკმაოდ ვიცი მგონი. მეორედ ვიღებ 12 წლის ვიყავი, რომ ვიღებდი, მაგრამ ასაკი არ მიწყობდა ხო. ლინდა ევანჯელის და ალექსანდრა ამბროზიო და კლაუდია შიფერი ის ტოპ მოდელები არიან, რომელთაც კარიერა სწორედ Elite Model Look-ის საშუალებით აიწყეს. ქართველ გოგონებს კი საერთაშორისო ბაზარზე გასვლის საშუალება 2007 წლიდან მოყოლებული აქვთ. საქართველოში მიწევს ანა კოვაჩი და ირინა ონაშვილი. 18 წლის ვარ და პირიქით არანაირი პრობლემა არ არის ოჯახის მხრიდან. თავიანთი არჩევანი იყო, რომ ჩემთან ერთად რომ მოსულიყავით აქ დღეს. ნამდვილად ძლიერი კონკურენტები მყავს და კი ვაპირებ გაგრძელებას ბოლომდე მეყვები სამოდელოს. ფინალი 16 ივლის დიდუბე პლაზაში ჩატარდება. კონკურსს Elite Model Look-ის პარიზელი წარმომადგენელი დაესწრება. რიგით მეხუთე ქართველ გამარჯვებულს კი უკვე ელიტის საერთაშორისო ფინალის საგზური და მსოფლიო დონის პერსპექტივები ელის.